მშვიდობისა. საქართველოს პირველი არხია თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანი. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ და ეს თქვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი ფაქტია. ისევე როგორც ძალიან კარგად იცით რატომ არის ადამიანი და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ჩვენი გადაცემის კონცეფციის საფუძველი. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის არსებობის ფორმებზე, ჩვენ არასოდეს გვავიწყდება ის, რომ ადამიანი სოციალური არსებაა. დიახ, ჩვენ არ შეგვიძლია ერთმანეთის გარეშე ცხოვრება და ასეთ შემთხვევაში სოციალიზაციას, ანუ სოციუმში ჩართვა სხვადასხვა მასშტაბი აქვს. ორი ადამიანის ურთიერთობა უკვე სოციალური კომუნიკაციის აქტია. მაგრამ წარმოიდგინეთ ოჯახი, როგორც სოციუმი, წარმოიდგინეთ საზოგადოება, როგორც სოციუმი. სხვადასხვა ასაკში ამ სოციუმს სხვადასხვა სახელი ჰქვია. მაგრამ ოჯახთან ურთიერთობა ყოველთვის განსაკუთრებულია ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ ეტაპზე ჩვენს ცხოვრებაში და ასეთ შემთხვევაში, როდესაც ოჯახს აღვიქვამთ როგორც ძალიან მნიშვნელოვანს ჩვენთვის, არა უბრალოდ თბილს, საყვარელს, არამედ ჩვენი ფსიქოემოციური ჯანმრთელობისათვის, ჩვენი მენტალური ჯანმრთელობისათვის, ჩვენი ფიზიკური კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვან ველს არ უნდა დაგვავიწყდეს ეს დამოკიდებულება ალბათ განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში. მაგრამ გვჭირდება თუ არა ეს ასე? დიახ, ჩვენ გვაქვს ასეთი სინაზები, მაგრამ მართლაც გვჭირდება. ამაზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენი გადაცემის მეგობართან და დღევანდელ სტუმართან ერთად, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ. იგი გახლავთ გეშტალტ თერაპევტი, ფსიქოთერაპევტი, პროფესორი ქალბატონი ხათუნა გოგელია. დილა მშვიდობისა, ხათუნა, მობრძანდით. მოგესალმებით. დავბრძანდით. ყოველთვის მიხარია თქვენი სტუმრობა და მაყურებელმა იცის უკვე რამდენი წლიანია ჩვენი ურთიერთობა. ძალიან დიდი ხანია ჩვენ მეგობრობთ და თანამშრომლობთ და პრაქტიკულად გზა გავიარეთ ადამიანის განვითარებისა სწორედ ფსიქოლოგიის მტკიცებულებათა ჭრილში. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ თავად ადამიანზე. ვისაუბრეთ საკუთარი თავის აღქმაზე, ვისაუბრეთ საკუთარ ადგილზე ოჯახსა და საზოგადოებაში. ვისაუბრეთ ოჯახის შიგნით ურთიერთობებზე. შემდეგ როგორც მე ვსაუბრობდით ხოლმე გარეთ გამოვედით, საზოგადოებაში ვიპოვეთ ადგილი, ავაწყოთ ურთიერთობები, დავბრუნდით ისევ ოჯახში და დავინახეთ ის სირთულეები, რაც ჩვენი ურთიერთობის სხვადასხვა წახნაგს აქვს და ახლა უნდა დავსვათ მთავარი კითხვა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ოჯახზე, რასაკვირველია ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული სიყვარული, სინაზე, მაგრამ მეორე მხარეც არის, ყოველთვის ასე არ არის ადამიანებს ოჯახთან მიმართებაში, ყოველთვის არ აქვს ასეთი თბილი და მიჯაჭვული დამოკიდებულებები. უფრო მეტი ძალიან ბევრ შემთხვევაში ადამიანისთვის ოჯახი შეიძლება ტვირთიც კია, თავისი გამოცდილებით და ტკივილებით, რომელიც ამ ურთიერთობას ახლავს. მაგრამ სადღესასწაულო ტრადიცია, ნებისმიერ თარიღთან დაკავშირებული საბაბი შეკრებისა არის ზუსტად ის ფაქტი, რომელიც ოჯახს უნებურად ან ნებით ამთლიანებს. გვჭირდება ასეთი ტრადიციები, ძალიან ხშირად შეიძლება დასვას ადამიანმა, რომელსაც არ აქვს ოჯახთან ბმა, კითხვა, რაში მჭირდება ოჯახთან ურთიერთობა და რამდენად საჭიროა აი ეს კომპონენტი, როდესაც სწორედ სადღესასწაულო განწყობას აძლიერებს ოჯახური ურთიერთობები. მოგესალმებით მაყურებელს. ჩვენ ძირითადად აქცენტი გავაკეთოთ დღეს ამ ოჯახური შეხვედრების ტრადიციების პოზიტიურ ასპექტზე, მაგრამ რა თქმა უნდა, რაც შენ აღნიშნე, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ არ აღვნიშნოთ ყოველთვის მედლის მეორე მხარე. ის რომ ოჯახური ტრადიცია ეს ფაქტობრივად არის განმეორებადი, ადათივით და გადაეცემა თაობიდან თაობას. უფრო ესეთი სახე აქვს ხო ტრადიციას. აი ოჯახური შეხვედრების ტრადიციაც სხვადასხვა ქვეყნებისთვის, სხვადასხვა ერებისთვის ასევე ერთგვარად ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ყველასთან განსხვავდება. ჩვენ გვქონდა ესეთი ტრადიცია. იმედია რომ გვექნება. დიახ. იმიტომ რომ ეს ტრადიცია ფაქტობრივად ისეთი ფენომენია, რომელიც არ არის ზედაპირული. ეს მოითხოვს ერთგვარ გულისხმევას, ამ პროცესის ჩატარება და ამავე დროს ყველა წევრის რაღაც გარკვეულ ტიპის ჩართულობას. მაგრამ როგორც ხდება ხოლმე ესეთი ტრადიციების დროს,
უფროს თაობას მეტი თითქოს ძალის ხმევა ჭირდება, რომ ფაქტობრივად ეს შეკრებები გადაიქცევა შემდგომში ერთგვარი ძალის ადგილად და უფროსი თაობა არის ის ღერძი, რომელიც აჩვევს ყოველ შემთხვევაში თავიდან თავის გარშემო შეკრებას, ხო? და ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ არაფერი არ არის უცვლელი და ყოველი მომდევნო თაობა განსხვავდება შემდგომი თაობისგან. წინამორბედი თაობისგან და მინდა ვთქვა, რომ სოკრატესის ფრაზა მე მგონი უკვდავი შეიქნება, მე ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ როდესაც მე-4 საუკუნეში ძველი წელთაღრიცხვით იძახდა, რომ ეს ახალგაზრდები ცუდი მანერები აქვთ და იქცევიან ძალიან უპატივცემულოდ უფროსებისადმი, არ სურთ შრომა, ტირანები არიან და ასე შემდეგ, ხო? ეს რაღაც უკმაყოფილება წინათაობის მიმართ ხდება ხოლმე. ეხლა ძალიან სწრაფად. ძალიან ნაცნობი და გასაგებია თითქოს და ყურსაც ძალიან ნაცნობად ხდება ყველა ეპოქაში. იმიტომ რომ რაღაც რო იძახდა, რომ სიყვარულზე საუბარი ურჩევნიათ შრომას და ასე შემდეგ, არ უფრთხილდებიან და აღარ უვლიან მშობლებს და ასე შემდეგ. მაგრამ ამ აჩქარებულ სამყაროში, ამ ტექნოლოგიურ სამყაროში, ამ მომხმარებლურ სამყაროში ეს უფრო ნათელი და ძალიან სწრაფად სვლადი ხდება თითქოს. ერთის მხრივ ახალგაზრდებს ძალიან ბევრი კოგნიტური და ესეთი ინტელექტუალური შესაძლებლობები უმჟღავნდებათ ძალიან ადრეულ ასაკში. მეორეს მხრივ რაღაც სოციალიზაციის პრობლემები იქმნება, ხო? აქედან გამომდინარე, რომ ჩვენ თუ არ გავითვალისწინეთ, რომ ოჯახი ეს არის მუდმივი პროცესი და ამ მუდმივ პროცესში მუდმივი სწავლის პროცესი ფაქტობრივად. იმიტომ რომ ჩვენ მე შენ ვიყავით ბავშვები, მოზარდები, თავისებურებებით, უკვე მე ახალგაზრდები, ზრდასრულები, მე ხდები მეუღლე, მე ხდები დედა განსხვავდება ჩვილის დედისგან და უკვე როდესაც მოზარდი სხვადასხვა ასაკის, მე უკვე დამოუკიდებელი შვილის დედა. მე უკვე ფაქტობრივად შემოდის ჩვენი ფენომენები, როგორც არის დედამთილი, სიდედრი და ასე შემდეგ, ეს ძალკე როლია და ბებია. ყველა როლს კრეატიულად თუ არ მოვერგეთ და არ დავაფიქსირეთ, რომ ამ როლის შეცვლის ფონზე და თან ჩვენ ხო ესე არ ვიცით, რომ აი დღეს გახდა ამდენი წლის და უკვე როლი იცვლება ჩემი. ანუ ეს თვით დაკვირვებით და მუდმივი სწავლით, კრეატიული მორგებით ამ ახალი როლების უფრო შევძლებთ რეალურად მეტნაკლებად, მაგრამ შვიდ ცხოვრებას და თუ ეს არ მოხდა, ფაქტობრივად კრიზისები და პრობლემები გარდაუვალია. ეს რაც შეეხება იმას, თუ როგორ მიმდინარეობს ოჯახში ეს პრობლემები. რაც შეეხება თვითონ ოჯახს, ოჯახი ხო არ არის სისხლის ნათესაობის ერთგვარი სიმრავლე. ეს ფორმალობა. ეს არის ფაქტობრივად ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, რომელიც გამოირჩევა თავისი წესჩვეულებებით, გემოვნებით, ქცევის ნორმებით და ასე შემდეგ, ხო? და ურთიერთობის ფორმებით. ფაქტობრივად ამ ფორმებით და ფაქტობრივად ხდება ისე, რომ ოჯახი განაპირობებს პიროვნების ჩამოყალიბებას, განაპირობებს მის თვით შეფასებას, მის ქცევას, მისი ქცევის ნორმები, ასე ვთქვათ, მის სოციალიზაციას და ყველაფერს იმას, რაც ჭირდება ნორმალურ ფსიქოფიზიოლოგიურ არსებობას ადამიანისათვის. ყველა ოჯახს აქვს თავისებურება, ხო? პირველ რიგში არის ის, რომ თქვათ, გემოვნება, ეტიკეტი, ეს ყველაფერი ოჯახიდან მოდის და ამ ოჯახს აქვს აი ესეთი ქცევის ნორმები, ასე აჩვევს,
ვიღაცას არ აქვს და ეს თანამედროვე მაგალითად უკვე დამტკიცდა, რომ ეს თანამედროვე აღზრდის წესები ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის თავად იმ ბავშვს, რომელსაც ვითომ ვათამამებთ, ან ვითომ თავისუფლად ვზრდით, სინამდვილეში მას სოციუმთან მორგება მერე უჭირს. სახში პრინცესა გადის და ეს ესე არ არის. ან სახში მკაცრად გაზრდილი უკვე გარემოში ვერ იღებს, ხო? ნორმალურ სოციალურ ურთიერთობებში მონაწილეობას. ეს ყველაფერი იწყება ოჯახში. შემდგომი არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ ოჯახში ერთგვარი კულტურული ერთეულის გარდა მას აქვს ოჯახის წევრებთან ერთი ისტორია. მათ რაღაც განსაკუთრებული საერთო წარსული, რაღაც წინააღმდეგობებთან ან სიხარულებთან შეხვედრის გარკვეული გამოცდილება. საერთო. და ეს არის ის, რითაც ოჯახები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. იმიტომ რომ ჩემი ოჯახის ისტორია, ჩემი მიკუთვნებულობა არის ის, რაც განსხვავდება სხვა ოჯახში არსებული წესების, ურთიერთობის და ასე შემდეგ ფორმებისგან. რაც შეეხება ესეთ მნიშვნელოვან ფორმას, რასაც ქვია ოჯახური შეხვედრების თუ ეს შეხვედრაც ხომ ის არ არის, რომ აუცილებლად თქვათ სუფრასთან შევხვდეთ. განსაკუთრებელი არა. საბაბი არის ერთად ადამიანები შეიძლება ყველაფერი ერთად იყოს. წავიდნენ თქვათ სადღაც სამოგზაუროთ, მე იქ იყოს მათი ეს უბრალოდ შეხვდნენ ერთმანეთს და ისაუბროთ. ნამდვილად. მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც აქვს ქართულ ტრადიციაში გარკვეულ ამ სუფრას, დედასთან სადილად მისვლას, საახალწლო სადილი ჩემიანებთან მივდივარ. და ყოველთვის არის ერთად ხვდებით თუ მერე გახვალ. ამ ყველაფერს აქვს ყველა ოჯახს თავის ტრადიცია. ზოგს ძალიან რკინისებური აქვს ტრადიცია, რომ შეუძლებელია სხვაგან შეხვედრა. არ უნდა დაირღვეს. ყოველ შემთხვევაში ტრადიცია ეს არის ფაქტობრივად განმეორებადი რიტუალი, რომელიც ფაქტობრივად ქმნის ერთგვარ ადათს. ეს ადათი წესი, რომელიც მე როგორ ადამიანის ცხოვრების წესსაც განსაზღვრავს. ადამიანის ცხოვრების წესს განსაზღვრავს და რა შეეხება საქმე, რომ როგორც ყველაფერს ჩვენ განვიხილავთ კონტინიუმზე და ამ ორ პოლის შორის ვეძებთ, ასე ვთქვათ, ნორმას, ხო, როგორც ოჯახში, ვთქვათ, მხარდამჭერი, თბილი ოჯახი და ავტორიტარული, ცივი და თქვათ, რაღაც გარკვეული უარყოფითი მომენტების მქონე ოჯახი. ამ კონტინიუმში ვეძებთ ამ ნორმას, ასევე ტრადიციებშიც. არის მკაცრი, დამთრგუნავი ტრადიციები და არის გამაძლიერებელი, სითბოს მომნიჭებელი, სიყვარულისთვის განსაზღვრული ტრადიციები. ეჭვი მაქვს, რომ ოჯახური შეხვედრები აი ამ მეორე კატეგორიას ზუსტად. მით უმეტეს, როდესაც ეს ყველაფერი ჩვენ რას ვაკეთებ? ჩვენ მთელი საუბრები ამას ემსახურება. საით ვისწრაფოდე? გაძლიერებისკენ, ურთიერთგაძლიერების მხარდაჭერის. დიახ, რომ ეს ჩვენი ფსიქოემოციური ეგზისტენცია, არსებობა, როდესაც ბევრი წლის მერე მოიხედავ, არ დაგიტოვოს, თქვათ, რაღაცა განცდების და დანანების და დანაკლისი უკმარობა ამ ადამიანებთან ურთიერთობის. მე მინდა მოვასწროთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც დარწმუნებული ვარ ადამიანთა საკმაოდ ბევრ ნაწილს აქვს ხოლმე ასეთ დღეებში. ის რაზედაც თქვენ ახლა საუბრობთ, ძალიან ნაცნობი და გასაგებია ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ოჯახის ისეთივე განცდა, როგორც თქვენ აღწერეთ. მაგრამ ყველა ადამიანს ხომ არ აქვს ასეთი განცდა. აი ამ ადამიანებისთვის, ვინც არ გრძნობა თავის ოჯახში თავს კომფორტულად, არც ახლა გრძნობს თავის ოჯახთან, თავს კომფორტულად ოჯახის წევრებთან, ეს არ არის, რა თქმა უნდა, სასიამოვნო სასაუბრო თემა, მაგრამ ამ ადამიანებისთვისაც არის გასათვალისწინებელი. ალბათ, რას ამბობს ფსიქოლოგიური მეცნიერება?
ამ ადამიანებსაც სჭირდებათ საკუთარ ოჯახთან, მიუხედავად ურთიერთობის სირთულეებისა, მიუხედავად გაუგებრობებისა, რომელიც მათ შორის არსებობს, მათთვისაც საჭიროა ოჯახი თუ ამ ადამიანებმა უბრალოდ უარი უნდა თქვან საკუთარ ოჯახს. ეს არის პიროვნების მდგომარეობიდან გამომდინარე და პიროვნების არჩევანი. არ არსებობს უნდა. არ არსებობს ესეთი უნდა, მაგრამ აი ხა ჩვენ რასაც შეგვიძლია რომ მაგალითები მოვიყვანოთ, ის ძალიან კარგად ასახავს თუ რა შეუძლია მან შეცვალოს, იმიტომ რომ მისით ხო არ მთავრდება ცხოვრება საბედნიეროდ, მასაც ეყოლებაში და მომავლობა, ხო? დიახ. და აი როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ რაც არ უნდა შორს იყო ოჯახიდან და დედისგან და მშობლისგან, რომც არ იყოს ის ამ ქვეყანაზე, რაც არ უნდა პრობლემატური იყოს, ის შენში მაინც ცხოვრობს. აი თუნდაც ეს მოცილება, გარკვეული ძალის ხმებაა, ხო? მაგრამ ის სადღაც მაინც გაზრებული დისტანცირებაც. და აი როდესაც განვიხილავთ ტრადიციების ზემოქმედებას, აი თუნდაც ნეირობიოლოგიური, ფსიქოლოგიური და საერთოდ აი სოციალური ჭრილიდან, ყველა ასაკს აქვს განსაკუთრებული ასე ვთქვათ, ყველა ასაკი განსაკუთრებულ გავლენას განიცდის ამ ოჯახური შეკრებებისგან. და ძალიან მნიშვნელოვანია ეს. აი მაგალითად პაწაწუნები, ხო? 0-დან 6-მდე. ეს მომენტი არის, როდესაც ისინი დაცულობის განცდას უსაფრთხოების და დაცულობის განცდა. ეს მათი ბაზისური უსაფრთხოების და დაცულობის განცდა ესეთ შეკრებებზე ძალიან სერიოზულ ფორმას იღებს. და ძალიან მნიშვნელოვანია ქცევის ეტიკეტების დაწყება ხდება. ესე არ შეიძლება აქ მაგრამ ეს ყველაფერი სითბოში, სიმხიარულეში და ასე შეძლების დაგვართ, ხო სწორია? ჩვენ ახლა ზღაპრულ სამყაროს არ ვქნით. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს გულმოდგინედ შესასრულებელია, მით უმეტეს უფროსების მიმართ, რომ გავითვალისწინოთ. და ეს პატარები და რა არის რისკი ესე დროს? თუ არ არის ესეთი გულისხმიერი და დაფიქრებული მოპყრობა ბავშვთან, შეიძლება აიძულონ, მაგალითად მე ბევრი მომისმენიაც უნდაც აი იყო ერთ პერიოდი ამაზე დიდი დადექის კამზე რაღაც ლექსი იძულება და რაღაც ჩვენ რასაც ხო გვისაუბრი. ეს არის რისკი, რომ ბავშვს შეუქმნა პირიქით დაუცველობის განცდა და ბაზისური რაღაც მოთხოვნილებები შეურყიო. მერე უკვე ცოტა უფრო მოზრდილ ასაკში, სადღაც 7-დან ადრეული მოზარდობის ასაკამდე, აქ უკვე ხდება გაცნობიერება, რომ ეს ჩემი ოჯახი ესეთია. ჩემ ოჯახს ესეთი ტრადიციები აქვს. და ვუყურებ ამას როგორ და რანაირად ხორციელდება. იწყება ესეთი მომენტი უკვე ჩვენ ვისი გორისა ვარ. ამის დანახვა. ჩემთან სხვანაირად ხდება, იქ სხვანაირად ხდება. მე მიკუთვნებულობის განცდა მიჩნდება. გარკვეული რელიგიური თუ კულტურული რაღაც თავისებურებები ვისაც აქვს, თქვათ, ოჯახში ესეც ჩნდება. მე მახსოვს ჩემი ამხანაგის მამა იძახდა მე რო არ ვიქნები, აუცილებლად შობის წინა ღამესვე შეხვდით ერთმანეთს. და ესეთი მომენტები და ისი ჩვენ გავიდა წლებით და სულ გვახსოვს როგორ ეუბნებოდა რაღაცას თქვათ ესეთ თქვათ ჩემი რას აკეთებდა ყველას გვაქვს. აი როდესაც უკვე შევდივართ ისეთ ასაკში როგორიც არის ზრდასრულო 18-ის მერე და 30 წლის ასაკი, ანუ ამ დროს ოჯახური შეკრებები ეს არის ნავსაყუდელი ამ სამყაროში, ამ მიდი-მოდიში, გახსნილ საზღვრებში, დაკავებულები, ძალიან საქმიანები. ბევრ კითხვაში და ცოტა პასუხში. ძალიან ბევრ კითხვაში მართლა და ფიქრებში და ცოტა კონტაქტში. ეს თითქოს იძლევა ესეთ საშუალებას, რომ რაღაც ამ დღესთან დაკავშირებით მაინც შევხვდეთ ერთმანეთს. აი ამისთვის მოვემზადოთ, ამისთვის შეიქმნას რაღაც სითბო გარემო, ხო? არ არის აუცილებელი რომ ყველა ჩამოვიდნენ, თქვათ, რაღაც მომენტებში არ დადაგების ან რაღაცის დროს მშობლები მიდიან. ანუ ყოველ შემთხვევაში შეკრება ადგილის და მიუხედავად ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, რომ თავიანთ ნავსაყუდელს, თავიანთ ძალის ადგილს არ მოცილდებიან იმას, რასაც ქვია მშობლები და ეს. აი ძალიან მნიშვნელოვანია ამავე დროს ამ 30 და 55 წლის ასაკში, როცა
ახალგაზრდა უკვე თავად ხდება უფროსი ოჯახში. თავად იწყებს იმის დარეგულირებას, თუ რა უნდა წამოიღოს წინათაობიდან, როგორი ტრადიციები დატოვოს და თუ რამეა შესაძლებელი შეცვალოს. როდესაც ის ხდება, რომ თავად იწყებს ძალის ადგილის განხორციელებას და საფრთხე აქაც არსებობს. ზოგჯერ მე ესე არ გავაკეთებ, როგორც აკეთებდა მამა, დედა, ძალიან ხშირად აი ამ ძალისხმევის დანაკლისის გამო, გაუაზრებლობის, მე ნაკლები გულით მიდგომის გამო იმეორებს ისევ იგივეს. შეიძლება ისევ აიძულოს თავის შვილი რაღაც იმღეროს ან იცეკოს, ან მოთხოვოს და ასე შემდეგ. აი ეს არის რისკი და ეს უნდა გავაცნობიეროთ როგორ ცხოვრობთ. ფაქტობრივად სულ ვლაპარაკობ, ძნელია, მაგრამ შესაძლებელია. და 55 პლუს ასაკი, ეს კიდე ცალკე ფენომენია. ეს არის, როდესაც ადამიანმა რაღაც დათესა. შეიძლება გონია, რომ ძალიან ბევრი დათესა. ზოგს უკმაყოფილების განცდა, რომ ცოტა გამოუვიდა და ცოტა გააკეთა. ყოველ შემთხვევაში ეს ის ასაკია, როდესაც თითქოს შენს მონაგარს უყურებ. ამ დროს თუ ყველაფერი კარგად დაალაგდა ამ დროისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც იმ პატარებისთვის, ბებია-ბაბუებთან ყოფ. ასე ამ ასაკში 55 და პლუს ზემოთ მთელი წლების მანძილზე, რომ ადამიანმა იგრძნოს, რომ ის საჭიროა. ასევე ფსიქიურ ჯანმრთელობისთვის და იგივე ვთქვათ, ნეირონული, ვთქვათ, რაღაც პროცესების, ნეიროპლასტიური პროცესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პატარებთან ურთიერთობა. ეს ყველაფერი თუ ჩვენ რო ვთქვით, ასე ვთქვათ, ნორმა და გაცნობიერების პროცესში ხდება, მაშინ ერთგვარი ძალისხმევებით, პატარ-პატარა ძალისხმევებით, როცა იფიქრებ, რომ მოდი რა, ეხლა არ შევაწუხებ, ზედმეტად არ ვეტყვი, მაგრამ აუცილებლად მოვა, იმიტომ რომ მოვა მე სითბოს დავახვედრებ. ან პატარა სასწავლის ხო მშობელი, ძალიან დაკავებული ხარ, მაგრამ ბებისთან შეირბინე რაღაც 5 წუთით. და ეს მომენტები ქმნის ამ ტრადიციული ჩვენი შეხვედრების გათბილებას, დათბობას და რაც თავარია, ყოველთვის იმას ვამბობ, შეუძლებელია გაიზარდოს ადამიანი, რაც არ უნდა თბილგულისხმე, რასაც გარემოში, მაგრამ თუ მან არ განახორციელა გარკვეული, გაცნობიერებული ნაბიჯები, არაფერი არ მეორდება კარგი და ცუდიც არაფერი შეიცვლება. ანუ ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ეს ფაქტობრივად ის კულტურული ფონი, რაც გაგვაჩნია, რაც კულტურული ფონდი თუნდაც რაც გაგვაჩნია, ჩვენ იქიდან კარგი უნდა წამოვიღოთ. უნდა ცოტა რთული ნათქვამია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანის ფსიქიკას ეს ძალიან სჭირდება. ეს არ არის უბრალოდ ნადიმი. ეს არის ადათი, ეს არის შექმნა ძალის კუნძულის, სადაც ყველა ერთად მიდის, ცდილობს და იღებს დიდ დამუხტვას, სითბოს, სიყვარულის და მზრუნველობის. იმიტომ რომ ამის გარშე როგორ ვიცხოვრებთ ადამიანები, არ ვიცი, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ერაში და როგორ საუკუნეში ვცხოვრობ. ძალიან ძნელად შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორ ვიცხოვრებთ, თუმცა თეორიული წარმოდგენის შემთხვევაშიც კი ჯობს, რომ დავრჩერთ იმ რეალობაში, სადაც ოჯახი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ძალის ადგილია, რაზედაც საუბრობდით და ის მასაზრდოებელია, რომელიც ჩვენ სასიცოცხლო ძალებს მხოლოდ ზრდის და არ აკნინებს. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის და დღევანდელი საუბრისთვის. რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახური ტრადიცია. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ საზოგადოებას ამის შეხსენება არ ჭირდება, მაგრამ რა სამეცნიერო საფუძველი აქვს ამას. ამაზე საუბარი ღირს ნამდვილად, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთი არგუმენტია იმის სასარგებლოდ, რომ
ოჯახს უნდა გაუფრთხილდეთ და ოჯახთან ერთად სადღესასწაულო დღეებში შეხვედრა არის კარგი შესაძლებლობა ისე ჩვენი გაძლიერებისთვის. მაყურებელს შევახსენებ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ფსიქოთერაპევტი, გეშტალტ თერაპევტი, პროფესორი ქალბატონი ხათუნა გოგელია. მე ჯერ არ გემშვიდობებით, რა საკურველია, ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას და რამდენიმე სიტყვით გვინდა მოგიყვეთ იმ 4 ფეხა ოჯახის წევრებზე, რომელთა მიმართ ჩვენი პასუხისმგებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოჯახურ ტრადიციებზე, ოჯახურ ურთიერთობებზე და ადამიანურ მახასიათებლებზე ვსაუბრობთ. შორინა ლაბაძის სიუჟეტი ჩვენს გადაცემაში. ახალ წელს უდაოდ ბევრი პრობლემები გვემატება ხოლმე, როგორც წინ საახალწლო პერიოდში, ასევე ახალი წლების მერე. ძირითადად აქ გვაქვს კითხვები, როგორ მოვიქცეთ, როცა ფეიერვერკების და ხმაურის თემა არის, ანუ ზოგი ჯიშის ზაღლი არის ძალიან განიცდის ამ თემას, ძალიან ეშინიათ. არის ისეთი მომენტები, რომ შეიძლება თვითონ ყელიდან მოწყდეს და გავარდეს შიშით. ამ სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს პირველი გულის შეტევა, ღებინების მომენტიც აქვს შიჟე ცხოველებს, შეიძლება ინსულტი და ასე შემდეგ. პირველ რიგში თვითონ პატრონი უნდა იყოს მშვიდად, იმიტომ რომ ცხოველის უყურთვის ჩვენ აურას იღებს, ხო? მასეა პატრონის ემოციას, პატრონის შფოთვას. საახალწლო პერიოდში სეირნობა გავაკეთოთ 18 საათამდე. და მე საღამოს უკვე ვეცადოთ რომ არ გავიყვანოთ. თუ ძალიან ემოციური არის ცხოველი, სახლში უნდა ამოვირჩიოთ ისეთი ოთახი, სადაც არის, თქვათ, ნაკლებით ხმაური და რაღაცა სასიამოვნო, ან მუსიკა, ან ტელევიზორის ხმა გაუშვათ. არის ასეთი მომენტი, როცა რაღაცას ვიწროს ვაცმევთ ცხოველს, რაც აძლევს იმის მომენტს, რომ ვითომ პატრონი ჩაეხუტა. მე მყავს ერთ-ერთი ტაილანდური რიჯბეკი, ერთ-ერთი ჩემი საკუთარი ძაღლი, რომელსაც ძალიან შიშები და შფოთვები აქვს ამ დროს. ყელიდან ნაჭრით ვაკეთებ რვიანს და აქ უკრავ უკან. და აი ამ მომენტს აძლევს ჩახუტების. თუ ვთქვათ, ამას მოყვება უკვე გულის რევა, შფოთვა ძალიან სერიოზული, მაშინ უკვე ცოტა სხვა მედიკამენტებს ვამატებთ, ეს უკვე ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მხოლოდ. მესმის, რომ ძალიან ლამაზია, მესმის, რომ ეს საოცარია ეს ფერები და ყველაფერი, მაგრამ მე ძალიან ბევრი პრობლემები მოყვება. არა ფეიერვერკებს. თუ ცხოველი მიჩვეული არის სტუმრობას სახლში და კომუნიკაბელური არის, კი, მაგრამ თუ ეს არ სიამოვნებს, სხვა ოთახში შეუძლია გაიყვანონ. აი მაგალითად, ჩემთან სახლში ჩემი ყველა ძაღლებიდან ერთ-ერთი გაყავს ცალკე. ვეტექიმის გარდა ძაღლის პატრონი ვარ. ძალიან ძიმეა, როცა აი ამ თვალებით გიყურებს, რომ რამე მომეცი. მაგიდაზე, თუ ცხოველები, ჩემი ძაღლები დადიან მაგიდის ირგვლივ, მაგიდაზე მიდევს ჯამი, სადაც დევს ჩემი ძაღლების სნექი. მაგიდიდან ვაძლევ იმ სნექებს. და არა ძვლებს, გოზინახს, არა საცივს და ასე შემდეგ. ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს ძაღლისთვის ძვალი ქათმის, მოკლავს უეჭველი. ხო, ჩვენ ხელში არ არის რომ არ მივაწოდოთ? სწორი კვება, დროული ვაქცინაცია, დროული მიხედვა არის როგორც წესი ჩვენი ცხოველის ჯანმრთელობის საძინდარი. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი 4 ფეხა მეგობრები ოჯახის წევრები არიან. შეიძლება ბევრი მაყურებელი ღიზიანდება, როდესაც საგანგებოდ ასეთი ტიპის მასალას უყურებს ან ისმენს. არადა ეს არ არის უბრალოდ სიმსუყეზე ლაპარაკი, ეს არ არის თავშექცევაზე საუბარი და თქვენ წარმოიდგინეთ არც მხოლოდ ცხოველზე განკერძოებით საუბარი. ეს არის საუბარი პასუხისმგებლობაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენი ოჯახის წინაშე, ჩვენი ოჯახის წევრების წინაშე, მათი უსაფრთხოების და სიცოცხლის წინაშე. საბოლოო ჯამში ეს განსაზღვრავს, რამდენად პასუხისმგებლიანები ვართ საზოგადოების წინაშე და როგორები ვართ ჩვენ როგორც ადამიანები, რა არის ჩვენი მნიშვნელოვანი მგზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ოჯახებისთვის ერთდროულად. და ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი ასეთი ისტორია სწორედ ამ პასუხისმგებლობის ჭრილში უნდა დავინახოთ, იმიტომ რომ ჩვენ ვლაპარაკობთ მთავარ ადამიანურ ღირსებაზე, როდესაც ჩვენ გვავიწყდება
რომ მხოლოდ არ ვართ, უბრალოდ ვითვალისწინებთ, რომ მარტოები არ ვართ და არ გვავიწყდება, რომ ჩვენს გვერდით არიან ცოცხალი ადამიანები, ჩვენს გვერდით არიან ჩვენი ოჯახის წევრები, ჩვენს გვერდით არის საზოგადოება, ჩვენს უკან არის ჩვენი ოჯახის ისტორია და ჩვენს ოჯახურ სივრცეს ინაწილებენ ოთხფეხა ორგანიზმები, რომელთა წინაშე პასუხისმგებლობა, ასევე ჩვენი ადამიანური სრულყოფის საზომი გახლავთ და ცხადია, ჩვენი დღევანდელი გადაცემის შემდეგი ნაწილი აუცილებლად არის კვებით შუქნიშანი. სადღესასწაულო დღეებში ძალიან ხშირად გვიმძაფრდება ხოლმე ჩვენი არა მარტო კეთილგანწყობა და სიხარული, არამედ უნარობის, უსასოობის განცდაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვინდა მასშტაბური ზეიმი მოუწყოთ ჩვენს ოჯახს და შესაბამისი შესაძლებლობები არ უყოფნის. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, იმედგაცრუების, გუნებგანწყობის დაქვეითების რისკი იზრდება და ეს ბუნებრივია, ეს ყველაზე ადამიანურია. მაგრამ მეორე მხარეა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ დღესასწაულზე და დღესასწაულის უკან და მიღმა ჩვენს ადამიანურ განცდებზე, ჩვენს განსაკუთრებულ ფასეულობაზე, ერთმანეთის სიცოცხლეზე და ჩვენს სიყვარულზე, როდესაც გაღიზიანების მიუხედავად ჩვენ გვახსოვს, რომ დღესასწაულს ქმნით ჩვენი დამოკიდებულებით და იმედიანი განწყობით. ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის მიმართ სიყვარულით გამსჭვალული ურთიერთობები და მაშინ არც თებში გაგვაღიზიანებს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა რეკომენდაციების პრინციპი, სადაც დღიური რაციონი მიუხედავად სადღესასწაულო განწყობისა, მაინც გულისხმობს ნახევარს ბოსტნეულსა და ხილს, ხოლო მეორე ნახევარში ცილოვან კომპონენტს მარცვლეულ ბურღულეულთან ერთად. რატომ ვახსენე ოჯახური განწყობა? დღევანდელი ჩვენი გადაცემა მთლიანად ოჯახზე დგას, ისევე როგორც მთელი საზოგადოება და ისევე როგორც ჩვენი ყოველდღიურობა. წარმოუდგენელია ჩვენი არსებობა ერთმანეთის გარეშე, ჩვენ ამაზე ხშირად საუბრობთ ხოლმე და წარმოუდგენელია ჩვენი ისტორია, ადამიანური ისტორია ოჯახის გარეშე. ამიტომ ოჯახთან დაკავშირებული ყველა სინაზი არის თვალისჩინივით გასაფრთხილებელი და ეს არ არის ემოცია. ეს არის ჩვენი იდენტობა, რომლის გააზრება არის უმნიშვნელოვანესი განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში. მაგრამ მოდით შევხედოთ ისტორიას განსხვავებულ ჭრილში, როდესაც აღმოჩნდებით კვებით შუქნიშანში. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ახლა ბევრი ვისაუბროთ სხვადასხვა კომპონენტზე, რომელიც ოჯახურ რიტუალებს უკავშირდება, მაგრამ აუცილებლად დამეთანხმებით, რომ ოჯახისთვის, ოჯახური ცხოვრებისთვის ერთ-ერთი რგოლი სოციალური კომუნიკაციის აქტი გახლავთ კვება, საერთო ტრაპეზი და ეს ასაკის მიუხედავად, ეს ეპოქის მიუხედავად არის მნიშვნელოვანი. ეს სულაც არ გულისხმობს კიდევ ერთხელ ვიტყვი სიმსუყეს, ეს გულისხმობს ურთიერთობის ფონზე ადამიანისათვის თუნდაც მინიმალურ წახემსებას, რომელსაც ერთმანეთს უზიარებენ ემოციის თანხლებით ადამიანები. და ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რამდენიმე სარიტუალო ელემენტი, რომელსაც მე ამ დღეებში ვეცდები, რომ დეტალურად შევეხო, შეძლების დაგვარად გაგახსენოთ, იმიტომ რომ ცხადია პირველად არ ვსაუბრობ და ჩვენი გადაცემის ერთგულ მაყურებელს ძალიან კარგად ახსოვს, რა მნიშვნელოვანი ადგილი აქვს ჩვენს აზროვნებაში, ჩვენს ისტორიას და რა მნიშვნელოვანი ადგილი აქვს ჩვენს ისტორიულ კვების მოდელს ჩვენს იდენტობაში. მოდით გავიხსენოთ ის სარიტუალო ელემენტი, რომელიც ჩნდება მაგალითად დასავლეთ საქართველოში და ახლა უკვე ყველასათვის კარგად ნაცნობი ყველა ოჯახში კუთხეების მიუხედავად ელემენტი, რომელიც ხეს უკავშირდება. ხეს და ხისგან წარმოქმნილ ხელოვნურად აშრევებულ ბურბუშელას. რაც უფრო მეტია ასეთი ნათალი, მით მეტია დღეგრძელობასთან ასოციაცია და ეს სიცოცხლის სიმბოლოდ ქცეული ხის პატარა ელემენტი გაცილებით უფრო ტევადია, ვიდრე წარმოგვიდგენია. როდესაც ჩვენ წავიკითხავთ, რას წერს ნინა ბრაილოვსკაია ჩვენი ეთნოკულტუროლოგიური თავისებურების შესახებ, დიახ, ქართული ეთნოკულტუროლოგიური თავისებურების შესახებ, აუცილებლად აღმოვაჩენთ, რომ სწორედ ჩიჩილაკთან დაკავშირებული ჩვენი იმედები და განცდები იყო თავმოყრილი საკვებ პროდუქტებში. დიახ, საკვებ პროდუქტებში, რომელიც ჩიჩილაკის გარშემო ეწყობოდა და ჩიჩილაკზეც თავსდებოდა. დიახ, ჩიჩილაკის სართავად, მოსართავად, სწორედ პროდუქტები გამოიყენებოდა. ძალიან ადვილია ახლა მაგალითად მანდარინი
გამოვიყენო მე სართავად. მაგრამ ტრადიციულად ეს იყო ჯვრის სიმბოლოთი დატვირთული ელემენტი და თქვენ ალბათ ოჯახებში სწორედ ასეთი ჩიჩილაკი გაქვთ, როდესაც ამ ჯვარს შეამკობდნენ ხოლმე მრავალმარცვლიანი ბროწეულით. მიაქციეთ ყურადღება, ამასაც თავისი დატვირთვა ჰქონდა. მრავალნაფოტიანი ბურბუშელა, მრავალმარცვლიანი ბროწეული, რომელიც სხვადასხვა კუთხეზე მაგრდებოდა ხოლმე. ზოგიერთ შემთხვევაში ოჯახები იყენებდნენ მონეტებით დაჭრილ ვაშლსაც, ანუ მონეტებ ჩარჭობილი ვაშლებით თავსდებოდა ხოლმე ჩიჩილაკზე. მაგრამ აუცილებელი ელემენტი ჩიჩილაკის გახლდათ ბაძგი. ძალიან ბევრი თქვენგანი შეიძლება აძრობთ ხოლმე აი ამ მცენარეს, რომელსაც წითელი მარცვლები აქვს და ტოტი აქვს ხოლმე დამაგრებული ფითრის. სწორედ ბაძგი, რომელიც უძველესი კოლხური მცენარე გახლავთ, ენდემური ჩვენი და ფითრი განასახიერებდა იმ მარადიულობას, რომელიც ჩვენს ისტორიას და ეთნოკულტუროლოგიურ წარსულს აკავშირებდა რეალობასთან და უნებურად მე რა რომ ყველა მარიცოდა ამ ჩიჩილაკის მისტიკური ელემენტი, ყველა იზიარებდა ამ საოცარ ისტორიას და ყველა ოჯახში შემოდიოდა ამ ისტორიის ფრაგმენტი მაინც. კვების პროდუქტები, რომელიც თავსდებოდა, გულისხმობდა მრავალფეროვნებას, რაც ჰქონდა ოჯახს. ამიტომ დღეს ჩიჩილაკი ინარჩუნებს ამ სიმბოლურ დატვირთვას, მიუხედავად იმისა, ზედ რა არის მოთავსებული. ისევე როგორც სხვათა შორის ნაძვისხე და მე ცოტა ხნით უნდა ნაძვისხესთან ერთად გავაგრძელო საუბარი და გითხრათ, რომ დიახ, ნაძვისხე, რომელზედაც ახლა არც ერთი სათამაშო არ არის და მხოლოდ სანათებია. ისტორია, რომელიც ასევე სიცოცხლის მარადიულობას უკავშირდება და ისტორიისა და თანამედროვეობის უწყვეტ კავშირზე მიგვანიშნებს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ქართული ტრადიცია და თქვენ იცით, რომ გერმანული ტრადიციაა, მაგრამ მარადმწვანე ხეზე დამაგრებული სანთლები, ახლა სანათები გვაქვს. სანთლები ზუსტად ის განსაკუთრებული კავშირი იყო, რომელიც სიცოცხლის უწყვეტობას უსვამდა ხაზს და როდესაც ჩვენს წინაპრებთან სანთლებით ბმაში ჩვენ გვეუბნებოდა, რომ ჩვენი წარსული, ჩვენი მომავალი და რეალობა ერთი უწყვეტი მთლიანობა, რომელიც ძალიან ბევრ ტრადიციაში ვლინდება და მათ შორის იმ სარიტუალო პროდუქტებში, რომელიც შენდება საახალწლო სუფრაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა არის რაც შეიძლება მეტი სიკეთე მივიღოთ ჩვენი წინაპრებისგან დაშიფრული ამ ცოდნაში, რომელიც ჩვენამდე მოვიდა და გავითვალისწინოთ რისკები. მაგალითად, გოზინაყი არის ტრადიციული სარიტუალო კერძი, რომლის გარეშეც შეიძლება სხვა არაფერი იყოს, მაგრამ გოზინაყი ავტომატურად აღძრავს ჩვენში საახალწლო განცდებს. და ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ წელიწადში ერთხელ ოჯახი ემზადება, დიასახლისი განსაკუთრებით ემზადება, რომ შეარჩიოს კომპონენტები. მე სწორედ აქედან დავიწყებ და თქვენი ნებართვით ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ ეს პროდუქტები. რა არის ნიგოზი? ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ნიგოზი ეს არის უნიკალური მცენარეული ცილა, მცენარეულ ცხიმთან და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებთან მიმართებაში, ანუ ერთობლიობაში, რომელიც უნიკალურ ნაკრებს ქმნის იმ ადამიანებისთვის, ვინც არ მარხულობს და ხსნილით ხვდება ახალ წელს და იმ ადამიანებისთვის, ვინც მარხულობს, რომელთათვისაც ეს ნაკრები გახლავთ უნიკალური შემადგენლობის პროდუქტი ენერგიის, ცილის, ცხიმის და სხვა პროდუქტების შემავსებლად. მაგრამ როგორ უნდა შევარჩიოთ ეს პროდუქტი? აუცილებლად კრიტიკულად, რადგან ნიგოს აქვს ასეთი თვისება. ჩვენ შეიძლება ვერ ვხედავთ, მაგრამ მას შეიძლება გაუჩნდეს თვალით უხილავი ობის სოკო და მაშინ აუცილებლად პროდუქტი გაჯერდება ამ სოკოს შხამებით, რომელსაც ქვია მიკოტოქსინები. მათ შორის ერთ-ერთი სახელი თქვენთვის ძალიან კარგად ცნობილია, იმიტომ რომ სწორედ ამ აფლატოქსინების დამსახურებით არაერთხელ იყო წუნდებული მაგალითად ქართული თხილი საერთაშორისო ბაზარზე. რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? არა მარტო ჩვენი პროდუქტი, არამედ მთელ მსოფლიოში ასეთი პროდუქტები ძალიან მკაცრად მოწმდება, იმიტომ რომ აფლატოქსინი თვალით უხილავია, გაჟღენს პროდუქტს და შემდეგ აქვს უკიდურესად დამაზიანებელი მოქმედება ჩვენს ორგანიზმზე, მაგალითად ღვიძლზე, როგორც წესი, ძალიან ტოქსიკურ ზეგავლენას ახდენს. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან პროდუქტი, რომელიც უკვე შელახულია,
დაფიფხულია, რასაკვირველია ეს პროდუქტი არ უნდა გამოვიყენოთ. აგრეთვე პროდუქტი, რომელიც საგემოვნო თვალსაზრისით პირველივე გასინჯვისას არ აღზრავს ჩვენში ნდობას, შეველიოთ ასეთ პროდუქტს. პროდუქტი, რომელიც ამძაღებულია, შეველიოთ ასეთ პროდუქტს, რადგან ასეთი პროდუქტი განსაკუთრებით თაფლთან ერთად, როდესაც თაფლში ინახავენ ასწლეულებით ინფორმაციას, თქვენ ეს ძალიან კარგად იცით, საუკეთესო კონსერვანტად შეიძლება გამოგვადგეს, აი ასეთ შემთხვევაში ჩვენ თელ ამ ტოქსინებს გადავიტანთ პროდუქტში სახელად გოზინაყი. თაფლთან დაკავშირებითაც გვაქვს სათქმელი, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვთქვათ, შემცირებული პროდუქცია თაფლის, მით უფრო მკაცრია საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოება და თქვენ ალბათ გაგიგიათ, როგორ მკაცრად კონტროლდება ნებისმიერი თაფლი ნებისმიერი ქვეყნიდან მრავალ კომპონენტზე, მაგრამ ერთ-ერთი გახლავთ ჰიდროქსიმეთილფურფუროლი. რა არის ეს? მოდით მოკლედ ვიტყვი ხოლმე ფურფუროლს, რომ ძალიან რთული ნივთიერება ბევრჯერ არ გავიმეორო. ეს არის ნივთიერება, რომელიც შაქრის დაშლის შედეგად წარმოიქმნება და რაც უფრო ძველია თაფლი, რაც უფრო არასათანადო პირობებშია შენახული და მით უფრო სიროფი გამოიყენეს მისი მომზადებისას, რაც უფრო მეტად ფალსიფიცირებულია დამწვარი შაქრით, მით უფრო მეტია ამ ნივთიერების შემცველობა მასში. ამიტომ მთელ საერთაშორისო ბაზარზე ამას აკონტროლებენ. მაგრამ როგორ შეიძლება ჩვენ ხელოვნურად გავზარდოთ მისი შემადგენლობა უნებურად პროდუქტში, რომელიც ძალიან გვიყვარს. მაშინ, როდესაც დიდხანს ვათუხთუხებთ თაფლს. ამიტომ ჩვენი წინაპრები, მიუხედავად იმისა, რომ არც ბიოქიმიის შესახებ ცოდნას ფლობდნენ, არც კლინიკური ნუტრიციის შესახებ, ისინი არ ადუღებდნენ დიდხანს თაფლს. რას აკეთებდნენ? ათბობდნენ თაფლს, მიყავდათ გარკვეულ ტემპერატურამდე, აგრილებდნენ და შემდეგ ხელახლა იმეორებდნენ ამ პროცესს. ასეთ შემთხვევაში დუღილამდე არ მისული პროდუქტი ნაკლებ ფურფუროლს შეიცავს, ნაკლებად მავნეა. განსხვავებით იმ პროდუქტისგან, რომელიც დიდხანს ადუღეს, ათუხთუხეს და შემდეგ შექმნეს ის ნარევი, რასაც ქვია გოზინაყი. არის თუ არა ეს შესაძლებელი დღევანდელ რეალობაში? რა თქმა უნდა, შესაძლებელია, იმიტომ რომ თავად კარამელიზაციის რეაქცია, როდესაც თაფლი წარმოქმნის, ისევე როგორც შაქრიდან წარმოიქმნება, წარმოქმნის კარამელს, რომელიც შემოეგარსება შემდეგ ნიგოს და მივიღებთ გოზინახს, რა თქმა უნდა, მიღწევადია ეს რეაქცია, სწორედ აი ამ წრთობის პროცესში, ამას თაფლის წრთობა ქვია და სულაც არ გულისხმობს ადუღებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვათბობთ, მაგრამ არ ვადუღებთ თაფლს, გარკვეულ ტემპერატურამდე მიყვავს, არ მიყვავს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, დუღილის ფაზამდე, ვაგრილებთ და შემდეგ ვიმეორებთ ამას. აი ეს გამოწრთობა გვეხმარება, რომ ის იყოს წებვადი, შემკვრელი და ძალიან მნიშვნელოვანი ინგრედიენტი იმისთვის, რომ სათანადო პროდუქტი მივიღოთ. არის ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც თქვენ თვალში გვხვდებათ. ეს არის ტრადიციული გადანაწილება სხვადასხვა პროდუქტების და განსაკუთრებით ხელადა, რომელიც არის ახლა ჩვენთან სტუდიაში, ჩვენი ფიალა, ჩვენი გადაცემის სასაჩუქრე ატრიბუტიკიდან ხის კოვზი, რომელიც მნიშვნელოვანია სწორედ საახალწლო დღეებში გავიხსენოთ როგორც ეკომეგობრული პროდუქტები, მაგრამ არის შოთით პური. ჩვენ ისევ სიმსუყეზე ვამახვილებთ ყურადღებას დანაყრებაზე, საკვების მიღებაზე, არა, ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენს ისტორიაზე, იმაზე, რაც გადასარჩენია და ის გარწმუნებთ, რაც ჩვენ შეგვიძლია ამ გადაცემით გადავარჩინოთ. რაზედაც წლების მანძილზე მე ვსაუბრობ და დღესაც სიამოვნებით გეტყვით. არ მოძებნოთ სუფრაზე მარილი. არც დიასახლისების შეწუხდეთ, იმით რომ დაგავიწყდეთ სუფრაზე მარილის დადება. ეს არ არის ქართული. პურმარილი ქართული არ გახლავთ. პურმარილი სლავური ტრადიციის მსგავსად დამკვიდრდა საქართველოში და ხლებსოლ გაჩნდა ჩვენს კულტურაში, რომელიც სრულად არ შეესაბამება ჩვენს ტრადიციას. გამახსენეთ რომელიმე ისტორიული ფაქტი, სადაც პურით და მარილით მასპინძლობდნენ მოსულ სტუმარს. პურღვინო გახლავთ ჩვენი. პურღვინო გახლავთ ქართული. ჩვენს რელიგიურ წამსთანაც ასოცირებული. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რას გულისხმობს ქართული ტრადიციული პურობა, რას გულისხმობს ქართული ტრადიციული ტრაპეზი, ნიშნავს პურისა და ღვინოს ურთიერთშეხამებას და ადამიანი, ვინც პურს პირველად გატეხდა, პატივით გაუზიარებდა ყველა დანარჩენს, პურის უფალი ერქვა მას, ანუ ამჟამინდელი ტერმინი თამადა. დიახ, თამადა გახლდათ ისტორიულად
პურის უფალი, ასე ერქვა ძველ საქართველოში და ეს შეგიძლიათ დარწმუნდეთ ბატონი გიორგი გოცერიძის ნაშრომების მიხედვით. მაგრამ ვიდრე ამ ბლოკს დავასრულებ, მე აუცილებლად მინდა გითხრათ, როგორ გამოიყურება დღეს ის ქსოვილის ნაჭერი, რომელსაც ქართული სუფრა ჰქვია. და ვიდრე ამაზე გეტყვით, მე მინდა გაგახსენოთ, მართალია დაძველებული ფურცლებით, მაგრამ გაგახსენოთ ის, რა დავწერე მე 2004 წელს. ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ეს ჩემთვის და თქვენ თვლით, რომ არც თუ ისე მნიშვნელოვანია, მაგრამ მგონია, რომ ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია, როდესაც ლურჯად დაფერილი და თეთრად მოჩითული. ასე ქვია ამ სტატიას, რომელიც მე ჟურნალ ჯანმრთელობაში დავწერე, როდესაც მისი მთავარი რედაქტორი გახდით და აი ამ ჟურნალში, აი ამ სტატიაში პატარა ფრაზას აგიკითხავთ, მე მაშინ 2004 წელს დავწერე, რომ ლურჯად დაფერილი და თეთრად მოჩითული არის გამოცანა, ტრადიციული, მაგრამ მაინც დაუმსახურებლად მივიწყებული. ჩვენი, თუმცა ყოველივე უცხოს დახარბებულ თანამედროვეთა მიერ უარყოფილი. ეს იყო ტკივილით ახსავს ეს სიტყვები, რომელიც 2004 წელს დავწერე და ძალიან ამაყი ვარ, სიმართლე გითხრათ, რომ 20 წელზე მეტი გავიდა და დღეს ქართველი ახალგაზრდების დიდი მონდომებით ქართული სუფრა ამ სახით ლურჯად მოჩითული, უბრალოდ ლურჯად დაფერილი და თეთრად მოჩითული არის პრაქტიკულად ყველა ოჯახის ტრადიციის შემადგენელი ნაწილი. და დღეს ამაყით შემიძლია გითხრათ, რომ 2004 წელს ნათქვამი ეს სიტყვები რადიკალურად განსხვავდება იმ ფრაზებისგან, რომელიც შეიძლება ამოიკითხოთ 2020 წელს გამოცემულ ჩემს წიგნში, სადაც თავისი ღირსეული ადგილი, ისტორიულად დამსახურებული ადგილი დაიკავა ქართულმა სუფრამ. არა უბრალოდ ქსოვილის ნაჭერმა, არამედ ტრაპეზის სიმბოლომ. დიახ, ქსოვილის ნაჭერი, რომელიც კერძებით დაიფარა ჩვენიერ დღეს, გაიგივდა ტრადიციულ ქართულ ტრაპეზთან და დღეს ეს არის ჩვენი არა უბრალოდ რიტუალი, არა დღესასწაულთან ასოცირებული მოვლენა, არამედ ჩვენი აზროვნების, ჩვენი იდენტობის, ჩვენი კულტურული კოდის ნაწილი, სადაც ისტორია, წარსული, რეალობა და მომავალი არის უწყვეტად ერთმანეთთან დაკავშირებული და სადაც ტრაპეზის გაზიარება სხვა არაფერია თუ არა ურთიერთმხარდაჭერის, ურთიერთსიყვარულის, ურთიერთპატივისცემისა და თანადგომის გამოხატულება და სულაც არ გულისხმობს სიმსუყეს პროდუქტებში, ის გულისხმობს სისავსეობას, სავსეობას, დიახ, და სიმსუყეს ურთიერთობებში, რომელიც ასე გვჭირდება და რომელიც არის ჩვენი გადარჩენის საიდუმლო. დღეს მე ამით გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.